რა საჭიროა ტვინის განძრევა, როდესაც მზად გაქვს ძველი სქემები. შენი ნახირი კი სიახლეს არ ითხოვს. პირიქით იძაბება, თუ რაღაცა ახალი გზით მიყავს. რა საჭიროა ახალი ბუას შექმნა, თუ ყავს ვინმე ახალაიას გვარით, რომლის გაშავებისთვისაც შენმა პატრონებმა იმუშავეს 20 წელი. ამჯერად მართალია ყავს მხოლოდ ერთი ახალაია, რომელსაც შეიძლება რამე შეტენო, მაგრამ ესეც საკმარისია. პროჭორილელთა გლუვი ტვინისთვის მეტი საჭირო არაა. ახლა რას აბრალებენ ბაჩუ ახალაიას? სახელმწიფო გადატრიალების მეთაურობას და რით უმტკიცებენ? 157 ინტერნეტ კონტაქტით მისი სახლის Wi-Fi-სა და ადრე დაპატიმრებული მურთა ზოდელავა სახლის Wi-Fi-ის შორის. ამ ორ Wi-Fi მოწყობილობასა და ამ ორ ბინას ერთმანეთისგან რომ მხოლოდ ერთი სართული ყოფს, მაგას აღარ გეუბნებიან. თორემ მერე ვინმე ღმერთთან უკნას იკითხოს იქნებ, რატომ აწყობდა ეს ხალხი რევოლუციას ინტერნეტით, თუ შეეძლოთ უბრალოდ მეზობლის კარზე დაკაკუნება, დასხდომა სადმე მყუდრო ოთახში და ყველაფრის მოლაპარაკება იქვე. ბორია რუსი იცნობს თავის ნახირს. თავის დროზე დააჯერა, რომ ახალაიებს ზუგდიდის სახლის აივანზე მგელი ყავდათ დაბმული და სააკაშვილის მოწინააღმდეგეების ხორცს საჭმელდნენ. 41 შემომხაზველებს თავის დროზე ყურში საერთოდ არ მოხვედრიათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქოცის გულწრფელობა, აი ქოცობის გარიჟრაზე. როდესაც ახალაია მორიგ ბრიყულ ბრალდებაში გაამართლა მორიგმა სასამართლომ. გამართლდება თუ არა ბაჩუ ახალაია მაინც ციხეში უნდა იჯდესო. ეს იყო ადამიანის უფლებათა სტანდარტი ბორია რუსის რეჟიმის ჯერ კიდევ დასაწყისში. იგივე დარჩა ახლაც. დავამტკიცებთ რამეს თუ არა უნდა იჯდეს, ხოლო თუ ჩაჯდომას არ მოინდომებს, მოვანდომებთ ცოლის თავისუფლების სანაცვლოდ. აბა ვის უნდა ახლა რომ 13 წლის ბავშვმა ერთდროულად დედაც დაკარგოს და მამაც. თვეში ერთხელ ნახოს და ისიც მხოლოდ შუშისა და გისოსებს მიღმა. ხო და დაიბრალებს ბაჩუ, აბა საწავა. მაგრამ არ დაიბრალა ბაჩუ ახალაიამ, არ შეიტენა და ამ ყველაფერზე პროცესზე იყვირა, სანამ საზოგადოებისთვის დახურავდნენ პროცესს. ირაკლი კობახიძეზე დაიკიდა ეს ბრალდებები მოსამართლემ, არც კი მოусმინა, მაგრამ რეჟიმს საფიქრალი მაინც გაუჩნდა. რაქნას მისი მეუღლის საქმეზე. ანი ნადარეიშვილი დააკავეს, მერე გამოუშვეს, მაგრამ ბრალდებული სტატუსს არ უხსნიან. რა იცი როდის გამოგვადგებაო. საქმე და მომავალი პროცესები დაიხურა. ახალაიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საერთოდ მონაწილეობაზე. მარტივად რომ წარმოიდგინოთ. აწი დარბაზში იჯდება მოსამართლე წოდებული ორგანიზმი, პროკურორად წოდებული ორგანიზმი და ადვოკატი. და მეტი არავინ. ამ ადვოკატს გარეთ არაფრის გამოტანის უფლება არ ექნება. ბრალდებული არ იქნება არც ოჯახის წევრი, არც გულშემატკივარი. ესაა ბორია სამართალი. ესაა დემოკრატია, ევროპის გამოუცებელი. ნურაფერს ახალსა და კარგს მისგან ნუელით. ელოდეთ მხოლოდ სუსის მორი განცხადებას მაგალითად, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ერთი ერთეული მგელი და 10 ან 100 თავისქალა და მენჯის ზვალი, რომელიც წინა ხელისუფლების ოპონენტებს ეკუთვნის. ასევე 26,000 საჯიშე ვაჟკაცის ჯიში და ჯილაგი, რომელიც 2012 წლიდან ინტენსიურად იძებნებოდა.